ქალთა ყველაზე საშიში ტიპაჟი კი არის ის, რომელიც მამაკაცს ჯერ ფერარიზე დასვამს და აგაზავებს. ანუ მის თვითშეფასებას ბუსტავს და პიკამდე წევს. ძალიან სწორად არჩევს სიტყვებს, ინტონაციას და რეაქციებს, რომ შეგივსოს თვითშეფასების შინაგანი დეფიციტი. ყოველ დღე შენ მსუყე დოზით ეგოიზმის ინექციას იღებ და ამას ეჩვევი. შემდეგ კი, როდესაც დაგშორდება, შენ მზად ხარ, რომ ფეხებში ჩაუვარდე და ყველაფრის ფასად დაიბრუნო. მთელი ეგ სქემა ორ სიტყვაში რომ ავხსნათ, ის ისეთ პირობებს გიქმნის, რომ მასთან შენ ყველაფერი ხარ, ხოლო მის გარეშე არაფერი. თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ერთი და იგივე მამაკაცი სხვადასხვა ქალთან სხვადასხვანაირად აფასებს თავის თავს. ერთ ქალთან ურთიერთობაში ლომივით მეფეა, ხოლო მეორესთან ქუჩის ძაღლივით ბომში. საქმე იმაშია, რომ სრულ უმრავლესობას თავის ობიექტურად შეფასება არ შეუძლია. ზუსტად ამიტომ ხარ დამოკიდებული შენთვის ახლო ადამიანების მხრიდან თავზე ხელის გადასმაზე, რომ შეგაქონ თუ რამდენად ყოჩაღი ბიჭი ხარ, მაგრამ შენ თლად ისეთი შტერიც არ ხარ, რომ დედა შენის, შენი ნათესავების და მეგობრების შეფასებას ენდო. იმიტომ რომ ხვდები, რომ უბრალოდ შენს მიმართ კარგი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ისინიც არაობიექტურად შეგაფასებენ და თითქმის ნებისმიერ ვითარებაში თავზე ხელს გადაგისვამენ. ყოჩაღო, ამიტომ, როდესაც შენ ირჩევ ქალს, შენ უბრალოდ პარტნიორს არ ირჩევ, რომელთან ერთადაც წამოწვევით და ფილმებს უყურებ. შენ ირჩევ იმას, თუ ვინ იქნები, როგორი შინაგანი შეგრძნებით იქნები და რას წარმოადგენ და ურთიერთობაში ან მეფე იქნები, ან ბომში. მთელი პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ ქალს მით უმეტეს არ შეუძლია ობიექტური შეფასება, იმიტომ რომ ის სუბიექტური შეგრძნებებით იმართება. მისი სუბიექტური შეგრძნებები კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუშვა თავის ნებაზე და უნდა მართო შენ.